საძინებელი არალში. ავტორი თავის განზრახვას ჩინებულად ხსნის მისი ძმისადმი თეოსადმი გაგზავნილ წერილში. დღეს კვლავ შეუდექი მუშაობას, თვალები ისევ მტკივა, მაგრამ ახალი იდეა მომივიდა და აი მისი ესკიზიც. ამჯერად ეს ჩემი საძინებელია. აქ ფერია გაბატონებული, რაც მთლიანობაში სურათის მხილველს სისადავისა და სიდიადის განცდას აღუძრავს. როდესაც სურათს აკვირდები, გონებამაც და წარმოსახმელმაც შეიძლება დაისვენოს. კედლები ბაცი ასამნისფერია, იატაკი მოწითალო, ტეხილი ხაზებით დავხატე. ხის საწოლისა და სკამების ნაწილები ქრომით ყვითლით, ზეწარი და ბალიშები კი მომწვანო ლიმონისფერია. საბანი სისხლივით წითელია, ფანჯარა მწვანე, მაგიდა მოსტაფილოსფერო, ტოლჩა ცისფერი, კარი კი იასამნისფერი. სულ ეს არის. მეტი არაფერია ამ დარაბებდახურულ ოთახში. კვადრატული ფორმის ავეჯმა ხაზი უნდა გაუსვას უშპოთველი დასვენების იდეას. კედლებზე პორტრეტები, სარკე და ტანის ამოსი ჰკიდია. ჩარჩო, რადგანაც სურათზე თეთრი ფერი არ არის, თეთრი დარჩება. 1889 წლის მაისის დასაწყისში ვან გოგმა ნამუშევარი ჩარჩოში ჩასასმელად მის ძმას თეოს გაუგზავნა პარიზში. თუმცა ტილო გზაში დაზიანდა და ამიტომ თეომ ნახატი უკან გამოგზავნა, რომ რესტავრაციამდე ძმას მისი ასლი შეექმნა. ვინსენტმა მალევე შექმნა ნამუშევრის მეორე ვარიანტი და შედეგით კმაყოფილმა მალევე დედისა და დისთვის გასაგზავნად მესამე ვარიანტიც დაასრულა.